ისათა ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელნო ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. უფალმა გაგკურთხოთ, უფალმა დაგლოცოთ თქვენი ოჯახები და სრულიად საქართველო დალოცოს. დღეს ჩვენ შევედით იმ ფაზაში, როცა უკვე ხვალიდან იწყება დიდი 40, დიდი მარხვა და დღეს დედა ეკლესია გვახსენებს ადამის 60-დან განდევნას. თვითონ სახარების და ამ თემატიკის ქადაგება ძალიან ვრცელია და ვეცდები რომ არანაირად არ ესე ვთქვათ გავაკეთო ცლად ეს თქვენ და მე ესე ვთქვათ მოტანა ამ ყველაფრის რასაც შევძლებ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდია თავისი არსით. ვიდრე დღევანდელი დღე, ანუ ეს დადგებოდა და ვახსენებს დედა ეკლესია, წმინდა ეკლესია, რომ ამ დღეს განდევნა, ანუ ადამი განიდევნა და რისთვის განიდევნა მოგახსენებ, მანამდე წინამდებარე იყო სხვადასხვა მოსამზადებელი პერიოდები. ბრმის განკურნება, კეთროვანების განწმენდა, უძღების შვილი და მოვედით აქამდე. მეზორესა და ფარისეულის კვირა და კითხვას დავსვამდი დიდი სიამოვნებით ასე, რომ აი ამ გავლილი 4 კვირის მანძილზე ვიდრე გვამზადებდა დედა ეკლესია, აი თუნდაც რა გამოვარჩიეთ ამ სწავლებებიდან და რა შევიწყნარეთ ჩვენ. ანუ თუნდაც უძღების შვილის კვირიდან, მეზორესა და ფარისეულის კვირიდან, ბრმის კვირიდან, ოღონ ბრმა აქ არ იგულისხმება, რომ ადამიანი ფიზიკურად ბრმა არა, ეს სულიერსი ბრმავეზია საუბარი, ხშირად ადამიანი რომ ვერ ხედავს თავის თვალწინ რა ხდება და ან არ უნდა რომ დაინახოს. ამიტომ არის რომ დღევანდელი დღეც უკვე იმ ფაზამდე მისულები, რომ ხვალიდან შეუდგებით ჩვენ წმინდა 40-ს და დღეს თან შენდობის დღეა და ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ერთმანეთს თხოვს შენდობას. ბევრიც გულწრფელად მისცემს ამ შენდობას, ბევრიც არ შეუნდობს სიტყვიერად, მაგრამ გულში მაინც იბობუქნებს, გულში მაინც ღვიძლი იქნება, მაინც შური იქნება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სამწუხაროდ სოციალური ქსელებით შეუდგებენ ერთმანეთის შენდობის მიცემას, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ არის რომ ჩვენ თვითონ ადამიანებმა გადავაქციეთ ყოველივე, რაც კარგი იყო ერთ დროს, აბსოლუტურად უფრო სხვა ჭრილში გადავიტანეთ. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ფასეულია, მაგრამ ჩემთვის ამას არანაირი ფასეული არ აქვს, როგორც ვერასდროს ვერ გავიგებ. გარდაცვლილი ადამიანის Facebook-ით გაზიარებას და მისამძიმრებას ვერასდროს ვერ გავიგებ ადამიანი რო არ მივა, ადამიანს არ მიუსამძიმრებს და ანუ სოციალურ ქსელით უსამძიმრებს, გარდა გააჩნია თუ უცხოეთში არ არის და რამე ისეთ საგანგებო სიტუაცია არ არის, ვერ გავიგებ იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს აი დღეს მაგალითად შენდობას თხოვენ სოციალური ქსელით, მაშინ გავამიგზავნეთ აღსარებების სოციალური ქსელით და მეც იქიდან ესე ვთქვათ ჩავიბარებ აღსარებებს. წარმოვიდგინეთ სადამდე მივა ადამიანი გაუკუმართებულ მდგომარეობამდე. ამიტომ არის რომ ჩვენ ამისთვის გვამზადებს დედა ეკლესია, წმინდა სამოციქულო ეკლესია და გვეუბნება, რომ ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობაა საჭირო და არა ვირტუალური. ცოცხალ ღმერთთან არის საჭირო შენ თვითონ პიროვნება ცოცხლად მიხვიდე, წარსდგე მის წინაშე, აი როგორც მეზორესა და ფარისეულის კვირაში, როგორც არა ფარისეველი, მედიდური, ამაყი, ქედმაღალი, არ როგორც მეზორე, ცოდვილი, დაცემული, მაგრამ აუცილებლად ესე ვთქვათ მონანული. ამის გარეშე ცოდათა შენდობა არ იქნება. სინანულის გარეშე ეს ხო ჩემი სიტყვები არ არის, თვითონ მაცხოვარი ბრძანებს. ცოდათა მიტევება არ იქნება. ადამიანი რო შექმნა ღმერთმა, ეს შესაქმნია. ყველაზე მთავარი შექმნა გონი, ანუ გონიერი არსება, სულიერი არსება, უკვდავი სული და ეს არის ადამიანი. ყოველივე შექმნა პლანეტა, დედამიწა, ნებისმიერი კოსმოსური ეს, რაც კოსმოსია, ყველა პლანეტები და საბოლოო ჯამში
შექმნა გვირგვინი აი ამ ყველაფრისა და ეს არის ადამიანი და მას მისცა ყველაზე მთავარი უკრავის სული. ადამიანი რომ გარდა იცვალოს და ესეც უნდა იყოს ის მაინც ცოცხალია ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ის არის სული, ის არ იკარგება, ის არსად არ ხრება. და შესაბამისად უფალი აი ამ ყველაფრიდან როცა შექმნის ყოველივეს და შეიქმნება ადამი, ჩვენი პირველი მშობელი. ამ ყოველივეს სილამაზეს აი წარმოიდგინეთ უნაწილებს მას, რომ მარტო თვითონ უფალი არ ხარობს იმით, რაც შექმნა, არამედ ამით ხარობს ადამიანის თავისი მსგავსი ხატება და მსგავსება. ეს ცალკე თემა, რაც დაამსგავსეთ ადამიანმა ჩვენი ხატება და მსგავსება ღმერთთან. ამიტომ არის რომ შეხედა ადამიანს ძალიან მოკლედ ვცდილობ რომ თქვა, იმიტომ რომ მე გითხარ ძალიან სიღრმისეულია და ადამი მოწყენილია რამე თუ მას არ ყავს თავისი სწორი, თავისი ტოლი. და უფალი ბრძანებს რომ არ იქნება ამისი მარტო დატოვება და ყოფნა კარგი და ნუ ვიცით ხო გამოუღო ნეკნი და შექმნა ქალი. და რომ დაინახა ადამა პირველი ეს რაც თქვა სიტყვები ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი. ანუ ამას წმინდა მამები ამბობენ რომ ფაქტიურად სასიყვარულო ჰიმნი იყო ადამის მიერ ნათქვამი რომ დაინახა თავისი სწორი. და მისცა უფალმა ყოველივე რაც მათ ჰქონდათ, უნდა ეპატრონათ, უნდა ესე ვთქვათ, გაევცოთ ყოველივე და ვიცით ხო ერთი ხის ნაყოფის ჭამა ჰქონდა აკრძალული, ძალიან ხშირად არის ხოლმე ზოგი ვაშლი არა კიდე ის რა ქვია მსხალი, არავინ არ იცის რა ხილი იყო ეს. უბრალოდ ეს იყო პირველი მარხვა, აკრძალვა, რაც უფალმა დაუდო მათ, რომ ყველა ხის ნაყოფი გეჭმევათ, გარდა ამ ხის ნაყოფისა. და ადამი არქმევდა და ევა სახელებს, ცხოველებს. ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, უფალი ვერ დაარქმევდა, რა თვითონ შექმნა და მაგრამ ნახეთ, რაც იყო ჩადებული, რომ ადამიანი უნდა გამხრთოვებულიყო და ადამიანი უნდა, ესე ვთქვათ, მიმსგავსებოდა ღმერთს, ამას სჭირდება შრომა შემოძვირფასებო, ამას სჭირდება ღვაწლი. ესე არ მოდის ერთი ხელის მოსმით ყველაფერი, შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ ვიღაცას რაღაც მემკვიდრეობი დარჩა და ესე ადვილად მოდის ყველაფერი, ესე არ არის. ყველაფერში არის საჭირო, როგორც გითხრათ, შრომა, ღვაწლი. და ამიტომაც რო შეუდგნენ ეს ჩვენი პირველი მშობლები აი ამ ღვაწლს, უნდა გაზრდილიყვნენ სულიერად და საფეხურებით. პირველი რაც მათ აკრძალა ქონდა ეს აი ამ ხის ნაყოფის ჭამა არ შეიძლებოდა და ამ დროს ბოროტი, რომელიც ესე ვთქვათ გველის სახით მივიდა და ეუბნება, ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგიგზავნა ღმერთმა. ძალიან კარგად იცოდა ეშმაკმა, რომ მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი იყო აკრძალული და არა სხვა. და ევამ პირდაპირ არაო. გვეჭმება ყველაფერი გარდა ამ ხის ნაყოფის დანარჩენი ყველაფერი შეიძლება ჭამოთ. ეს უნდა ზუსტად ბოროტს. რამე თუ პირველი ასე ვთქვათ ჩვენებურად როგორც იტყვიან, ანკესზე წამოეგო პირველი საუბარი. ხა წმინდა მამები ასე ამბობენ და განმარტავენ, რომ ევა ყოველდღიურად ხედავდა გველი იყო თუ ნებისმიერი რაც შექმნა ხო ღმერთმა მათთან ერთად ცხოვრობენ, თანაცხოვრობდნენ. და მანამდე თუ ხმა არ ამოუღია გველს. ხა არ ვიცით ის დაცოცავდა, დახოხავდა თუ დასრიალებდა პირველ მდგომარეობაში როგორ იყო, არავინ ვიცით, ხო? მაგრამ ლაპარაკი რო არ იცოდა, ნამდვილად ვიცით. და ამიტომ ლაპარაკს იწყებს და ევაც აყვება. ევას უნდა გაჩვენოდა იმისი აზრი, რომ აქამდე თუ ხმა არ ამოუღია და დღეს ელაპარაკება, ესე იგი რაღაც არ არის სწორად, რაღაც არ არის კარგად საქმე და ესეც შედის ლაპარაკში. და ეუბნება გველი, რომ გატყუებთ, აი წარმოიდგინე პირდაპირ ხო რასთან გვაქვს საქმე. თქვენ რო შეჭამოთო, იცისო ღმერთმაო, რომ თვალი აგეხილებათო და გახდებითო მისნაირებიო. ანუ უკვდავი, ესეც უნდა ყოფილიყო. ადამიანი უკვდავია, მე როგორც გითხარი თავიდან, სული არ კვდება პირიქით, ის სხვა განზომილებაში გადადის, მაგრამ ამას ღვაწლი ჭირდება პირდაპირ ვიღაცისთვის შეიძლება სასუფეველი დაიბადა, გაიზარდა, არაფერი გააკეთა, არ იმუშაკა და სასუფეველი მისი ეს ტყუილია. ამიტომ არის რომ ღვაწლია საჭირო და უფალი აი ამ პატარ-პატარა საფეხურებით ზდის რომ აიყვანოს იმ სიმაღლეზე. და
ხა უბრალოდ ჩვენი ენით რო ვთქვა, ევას რა უნდა მეტი, ხო? იფიქრა, ხა ნახე, მე ვწვალობ შრომობ რაღაცას ვაკეთებ და თურმე შეიძლება ერთი ნაყოფის მოგლეჯვით და შეჭმით შეიძლება რომ მე ღმერთისნაირი გავხდე, აღარც ვიშრომებ, აღარც ვიწვალებ და ასე შემდეგ. შეცდა თვითონ აცტუნა ადამიანს. ეხლა ადამიანის მდგომარეობა, აი მაგალითად ჯვარს რო წერთ ჩვენ ერთი პერიოდი იყო რომ ძალიან ისე ძალიან გაიტან გამოიტანეს ეს თემა ჯვრის წერის დროს არის ხოლმე რომ ქმარსო უყვარდეს თავის ცოლი ვითარცა თავითვისი და ცოლს რამე თუ ეშინოდეს მისიო. რატო უნდა ეშინოდეს ცოლს, რისთვის უნდა ჩემო ძვირფასებო, აქ არ არის იმ შიშზე ლაპარაკი, ვინც სახარება არის ის ბუნებრივია და ვინც მით უმეტეს არის იმისი განმარტება, აქ მონურ არც შიშზეა და არც მორჩილებაზეა ლაპარაკი. ნახეთ, თუ დაუკვირდება ადამიანი, წერია ასე, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ვითარცა თავით, როგორ უნდა გიყვარდეს შენი თავი, რომ ასე ძალიან გიყვარდეს შენი ცოლი. და ცოლს რისი უნდა ეშინოდეს, აი იოანე ოქროპირის მშვენივრად განმარტავს, იმის რომ ქმარს არ აწევინოს და არ დაკარგოს ის. გესმით, იმიტომ რომ კაცი ბუნებით ძლიერია და ზოგადად აი დღევანდელი აი ქადაგებიდან ხო რომ გამოვიდეთ ცოტა ისე მკვეთრათო გამოჩნდეს ჭამეს ხილის ნაყოფი თუ რაც იყო ეს არავინ იცის და დაინახეს თავის სიშიშვლე რამე თუ ისინი როგორ ჩობილნი იყვნენ ისე დადიოდნენ მათ იცავდა ღვთისმადლი გესმით ანუ ისინი შემოსაზღვრლები იყო ღვთისმადლი და ბუნებრივი ამის ჭამის შემდეგ ნაყოფმა კი არ განაპირობა. აი ამ პირველი მარხვის დარღვევა, ანუ პირობის დარღვევა განაპირობა და ბუნებრივია გაეძარცვათ ანუ ეს მადლი, შემოეხსნათ ეს ღვთის მადლი და დარჩნენ მადლის გარეშე. დაინახეს ერთმანეთი და შერცხვა და იმალებიან. მოდის ღმერთი. ნუ პირობითად ესე ვთქვათ, მოდის ღმერთი და ეძახის ადამ, სათხარ. როგორ კაცმოყვარე ღმერთმა, რომელიც თითოეული ჩვენთაგან გულს ხედავს, არ იცოდა ადამი სად იყო. მაგრამ როგორც შვილების მოყვარული მამა, დედა პირობითად ხო, ნებისმიერი, ელოდება რაღაც შეცდომა რო დაუშვა ჩვენმა შვილმა პატარა თუ დიდი არ აქვს მნიშვნელობა, გატეხა და ანტრია თუ რაღაცა ვერ გააკეთა ისე რას ველოდები თვითონ ჩვენ რომ აღიაროს, ხო? რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინოს შვილმა ნებისმიერი მშობელი აპატიებს თავის შვილს. შეიძლება დასაჯოს, მაგრამ მაინც პატიობს, იმიტომ რომ შვილია, თავისი წიაღიდან არის და როგორ ფიქრობ, ჩვენ თუ ეს შეგვიძლია. უფალს უფრო მეტად არ შეუძლია პატიებას და სიყვარულის და ასე შემდეგ მოთმინებას, ვიდრე ჩვენ ხორციელ ადამიანებს. ამიტომ ეს ზახილი რომ სადახარ ადამ, ეს არ ნიშნავს მან არის საგემდებარეობა, ეს არის რომ ელოდება მის აღიარებას და მის სინაოსნო შეცოდა და პირველი რაც ხდება ეუბნება რომ ვერ გამოვალთ, ანუ წვენია რომ შიშლებია და ეუბნება ვინ გითხრა რომ შიშლები ხართ? მისგან უნდა რომ გაიგოს რომ შეჭამა ის, ანუ ის აკრძალვა, რაც ქონდა დაარღვია ის პირობა და პირდაპირ გადადის მეწეღა ვახსენე ხო? კაცია, უფროსია და შენ რო ქალი მომეცი, იმან მაცდუნა. მე მახსენდება თითოეული თქვენთაგანის აღსარება. მე არ მინდოდა მამაო იმან მაცდუნა, მე არ მინდოდა ჭამა და შემომეჭამა, არ მინდოდა ცემა და შემომეცემა. ეს არის გადაბრალება სხვა ადამიანისადმი, შენი საკუთარი გაფუჭებულისა, ანუ შენი საკუთარი ცოდვისა. ამიტომ უფალი ელოდებოდა აბსოლუტურად სხვას და მიიღო აბსოლუტურად სხვა რამ, ანუ გადაბრალება. და ისიც კი ფაქტიურად დააბრალა, რომ შენ რო ხალი არ მოგეცაო, ანუ მე მაშინ არ მომივიდოდა ეს შეცდომაო. და ნუ მე რაც ხდება, კი ვიცით ყველამ რო აღარ გავაგზელო, გამოდევნილი იქნებიან ისინი სამოთხიდან. ანუ არანაირი სინანული, არანაირი თუნდაც ის რომ ეღიარებინა ღვთის წინაშე და ასე მოგდის ძალიან ხშირად ჩვენ. მოვდივართ, მიზანი მხოლოდ ისაა რომ ვეზიაროთ, მაგრამ არანაირი იმისი პირობა რომ ჩვენ დაგჭა რაღაც საქმელი ან გულში გვაქვს რაღაც ხინჯა და ასე შემდეგ, ამას ნაკლებად ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე. ადამისა და ევას მდგომარეობა მთავრდება იმით, რომ ისინი გამოიდევნებიან, მაგრამ მათ რჩება თანხმობა, რომ აუცილებლად მოვა მესია, ანუ ისევ ადამიანის შვილი პირობითად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე ციდან არ ჩამოსულა ესე
ხორციელად იშვა, მან მიიღო მონის ხატება და მოვიდა ასე. რამე თუ ადამიანთათვის დაენახებინა, რომ აი ამ ფორმით რითაც ჩვენ მოვედით, ამით ცხონება შეიძლება, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, როგორც ჩვენ ნახეთ ვიბადებით დაცემული ბუნებით. ადამიანი, ესე ვთქვათ, მოყვება პირველი ქმნილი ცოდვა, ჩვენი პირველი მშობლებისა. ადამი, როგორც ასეთი, ჩვენ ესე ვთქვათ, შედარებით იყო სრულყოფილი. ჩვენ ცოდვით ვიბადებით და ის უცოდველი შეიქმნა. ადამს ჭიპიც არ ქონდა, ალბათ იცით ხო, იმიტომ რომ ის დედისგან აშობი არ იყო. შესაბამისად, რო ვთქვათ, ადამი ჩვენ ვერ შევედრებით, ის სრულყოფილი არ იყო, მართალია, სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია, მაგრამ აი ამ სრულყოფილებას არაფერი აკლდა, ის ვთქვათ, ცოტა აკლდა, იმიტომ რომ ღმერთმა ყოველივე ჩადო მასში, რაც შეიძლებოდა, რომ მთელი რესურსი აი ამ გამფრთოებისა, როგორც მოგახსენეთ მე და რომ სამომავლოდ, ადამიანი პატარა ღმერთია, ესე ეძახია. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მაზიარებელი ადამიანი, ვინც მოდის და ეზიარება, მასში შედის ღმერთი. ადამიანი გამფრთოვდება. შენ რომ მიღებ მის წმინდა სისხლს და ხორცს, შენში შემოდის უფალი და შენ უკვე აღარ გაქვს უფლება იყო აი დაცემული ცოდვებით დაცემულ მდგომარეობაში. ცოდვილი ყველა ვართ, ხას უსვავ. მაგრამ არის ცოდვები, რომელიც არის საშინლად მომაკვდინებელი, რაც ღმერთს, ეკლესიას და ზოგადად ადამიანობას ეწინააღმდეგება. ამიტომ არის, რომ ეს ჩვენთვის არის სწავლების დონეზე და ამიტომაც დღეს ახსენებს დედა ეკლესია, წმინდა ეკლესია თვითონ ჩვენთანაც, რომ ადამი დაეცა, არა იმიტომ, რომ იმას უფალი არ აპატიებდა, რაც ჩაიდინა, არა აკრძალვის გამო, მაგალითად, ბევრი მაინც ის, რომ მამო, აი მარხვა, დამერღვა. არ არის სწორი დამერღვა, არა, თქვი, რომ დავარღვიე. თქვი, რომ დაარღვიე, ეს უფრო უკეთესია შენთვისაც და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, როგორც მე მოძღვარ, იმიტომ რომ როგორც ასეთი შენ უფალს აბარებ აღსარებას და არ გინდა ტყუილი, მოდი იყავი გულწრფელი, იმიტომ რომ ნახეთ, არა გულწრფელობამ, არა ესე ვთქვათ, იმ გულმა, რომელიც შექმნა თვითონ უფალმა და ააძგერა ადამიანის მკერდში, იმანაც კი იცრუა. და თუ მას არ ეპატია, წარმოიდგინე მით უმეტეს ჩვენ ძალიან ბევრი სხვაობა პირველ ჩვენ მშობლებსა და ჩვენ შორის მე გითხარით თქვენ წეგან ჩამოყალიბე, ხო? ამიტომ არის რომ ჩვენგან უფალი ელის გულწრფელობას და რა თქმა უნდა სინანულს. და სინანული, რომელიც არ უნდა იწყებოდეს იმით, რომ მეზობელმა რაღაც გაწყეინა და ვერ პატიობდა ასე შემდეგ. ჩვენ თქვენდალოცვილებო გადახედეთ, ადამიანები დღეს ვართ, ხვალ არ ვართ. როგორ არის მოწყობილი ეს ქვეყანა, ხო? მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია და რაღაცა ფორმით ვეცადოთ ერთმანეთს სიკეთე გავუკეთოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, რამე თუ ამის გარეშე ვერ ვიწოდებით ღვთისშვილებად, რატო იცით? იმიტომ რომ აი ეს სიყვარული ჩადო ღმერთმა ადამიანში. დღეს ჩვენ წავიკითხავთ იმ შენდობის ესე ვთქვათ ლოცვას, ესე მსახურება ესეთი უწმინდესის დაწერილი და თითოეული ჩვენთაგანი ვთხოვთ ერთმანეთს შენდობას და ღმერთმა შეიწიროს ჩვენი გულწრფელი სინანულიც და ჩვენი თხოვნა ღვთის წინაშე რომ მოგვიტევოს სოდოები, მაგრამ გთხოვთ რომ ამ წელიწადში ერთი დღით ნუ შემოიფარგლებით ამით და ნუ დაელოდებით მაინდა-მაინც დიდ მარხვის დასაწყისის დროს რომ ერთმანეთს მივცეთ შენდობა. ყოველ დღე ითხოვს ადამიანის შენდობას, მივცეთ. ყოველ დღე ითხოვს ადამიანის სიყვარულს, მიეცით ეს სიყვარული. მთხოვნელს მიეცით, ამ უფალი გეუბნებათ, ვინც ითხოვს მიეცით, ვინც აკაკუნებს გაუღეთ, თვითოული ჩვენთაგანის პირდაპირ ვალდებულება, ის 10 მცნების შესრულება და ბოლოს ამი დავასრულებ. ვიღაცამ შეიძლება თქვას და ბევრს უთქვამს, რომ მამაო, აი ჩემთვის ძალიან ძნელია მარხვის დაცვა, ლოცვის საკითხვა და მცნებების აღსრულება. მე ვეტყვი ამ ადამიანს მოურიდებლად, რომ ძნელი კი არ არის, თვითონ შენ ხარ ზარმაცი და არ გინდა ამის გაკეთება. ნახეთ, ბუნებაში ვიცით 10 მცნება და ეს არის 10 აკრძალვა. რომ ერთი ჭეშმარიტ ღმერთს უნდა მსახურებდე, რომ არ უნდა გაიკეთო კერპი, ნახეთ, რომ არ შეიძლება სხვისი ქონების, ესე ვთქვათ, ნდომა, სხვისი ცოლი, სხვისი ქმარი და ასე შემდეგ, არ შეიძლება, რა ვიცით ალბათ, ხო, ეს 10 მცნება და ერთ-ერთი წერია, რომ პატივისი დედას და მამას შესწას და მოყვება მერე. დალოცვილო ადამიანო, 10 აკრძალვა გაქვს, 10. თოლა ხომ იცით? ფული რომ მოგცეთ მილიონამდე დაიწვის ადამიანი, ხო ესეა?
ამიტომ არის რომ 10 აკრძალვა და ეს არის ძნელი. დანარჩენი გააკეთე. ხო შეიძლება ეს კარგი აკეთო, მაგრამ ეს 10 თავი შეიკავო და ეს 10 რომელიც შენ იცი რომ პირდაპირ მომაკვდინებელია. რო არ უნდა იმუშო, რო არ უნდა იქურდო და ასე შემდეგ. მაგრამ რომ მოდიხარ და მეუბნები მე რომ არ შეგიძლია არა, უბრალოდ შეყვარებული ხარ აი ყველაფერზე და არ გინდა თავი დაანებო ამას. როგორ შეიძლება ადამიანი ელემენტარულად რომ თქვათ რომ ლოცვას არ კითხულობდეს. რატომ? ვიღაცას გონია რომ ეკლესიური კითხულობს მარტო ლოცვას? ლოცვა არის უფალთან სასაუბრო ენა. მარხვა რა არის? ეს არის, მოდი ესე ვიტყოდი, ფრთები, როგორც სჭირდება ეს ორი ფრთა რო აფრინდეს, ესე სულიერად რომ ადამიანმა ის სილაღე იგნოს და უფალთან სიახლოვე ქონდეს. და თუ შენ არც საუბარი გინდა, არც უფალთან სიახლოვე გინდა, აბა მაშინ საიდანღა ესე ვთქვათ ამბიცია იმისა, რომ აუცილებლად შენ ეს ყოველივე მოგეცემა. მე ვფიქრობ, რომ თვითოული ჩვენთაგანი თუ უფრო ღრმად ჩაუფიქრდებით ყველაფერს და უფრო ესე ღრმად გაავანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძნელი არაფერიც არ არის. ძნელი იქნება, როცა ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან მოუმზადებელი, მოუნანიებელი და აბსოლუტურად ხელსარიელი მიდის ღვთის წინაშე. აი ეს არის ძნელი, თორე ცოცხალი ადამიანები ჩვენ ერთმანეთს დახმარებას ვთხოვთ, დაგვეხმარებიან, შეიძლება გაგვიჭირდეს, ბევრს თხოვნაც უჭირს, ხო, მაგრამ მიდის იქამდე მარას თხოვს, მაგრამ ამ დახმარებასაც იღებს, მაგრამ გარდაცვლილი ადამიანები ვეღარაფერს ვეღარ გვაგებინებ ჩვენ იქიდან რა ჭირდება მას. აი ვიდრე ამ მდგომარეობამდე მივალთ, ხო, კეთილი ვინებო და ღვთისთვის სათნოთ ვიცხოვროთ, უფალმა დაგლოცოთ.